იცი ადრე რას ვაკეთებდი, როცა ვინმე მაწყენინებდა ხოლმე. რას? თავში ერთი საიდუმლო ადგილი მქონდა და იქ ვიმალებოდი. იქ ვერავინ პოულობდა. ვერავინ მაყენებდა ტკივილს. მაინც ვინ გაყენებდა ტკივილს? კაცები. ყველა მამაკაცი. მაშინ ჯობია შენგან შორს დავეჭირო თავი. არა, არ ჯობია. შორს მოიქნები. ნუ გეშინია არ ვეგბინები. ან შეიძლება გიგბინო კიდეც. წამოდი, სახლში წაგიყვან. არ მინდა. იქ ჩემს მყუდრო თავშესაფარში წავალ. იქ ისეთი ლამაზი ვარ. ახლაც ლამაზი ხარ. არა. ლამაზი იქ ვარ. იმიტომ რომ იქ ბედნიერი ვარ. იქ მხოლოდ ისინი არიან, ვინც მიყვარს. და არ არიან ისინი, ვინც მძულს. მე ვარ იქ. შენ არ ხარ. რატომ? იმიტომ რომ შენ აკრძალული ხილი ხარ. მითხარი რამე. არაფერს არ გეტყვი. თქვი, მიდი. რაზე ფიქრობ? მეც მაქვს შემსგულში სამალავი. მინდა იქ აღმოჩნდე, მაგრამ არ შემიძლია. არ შემიძლია. იქ არის ადგილი ჩემთვის. კი. რას გავაკეთებთ იქ? რა იყო, ოცნებაც არ შეიძლება? თქვი, რას გავაკეთებთ? ვერ გეტყვი. ამას? ეიშან. მე ბაჰარს ვდები. მას ასე ვერ მოვექცევი. შენ შეგიძლია ასე მოიქცე. არა. მაშასე. სირცხვილის სიყვარულსა და სიკვდილზე ძლიერია. სირცხვილი ხანძარს ანთებს გულში და ადამიანს მონად აქცევს. ეზერ, კარგად ხარ? კი, კამი. რატომ უნდა ვიყო ცუდად? განა ამას არ ველოდი 12 წელი. განა მაქვს იმის უფლება, რომ ცუდად ვიყო. შენ ყველაფრის უფლება გაქვს. არა ძმაო. რატომ მეჭირს ასე ჩემი გეგმის რეალიზება? არა, ყოყმანის დრო აღარ არის. აღარ არის, არა. ამას ყოყმანი ჰქვია თუ სინდისის ძახილი?
წინ ისეთი ამბები მელოდება, რომ აჯობებს სინდისი დავივიწყო. ახლა ჯენგიზის დრო დადგა. მას თავის საყვარელ ცოლს დავართმევ. ყველაფერი რაც იშოვა ხელიდან გამოეცვალა. ნელა და აუჩქარებლად ვიძიებ შორს. სასტუმროც რომლის აშენებასაც ერთად ვაპირებთ. მხოლოდ ჩემი იქნება. ყველაფერს ავართმევ. მას ყველა მიატოვებს. მარტოდ არჩება. შენსავით. კლიენტი ავიყვანე რაჰმანის რაიონში. საით მიდიხარ ზია? პირდაპირ წადი. გზაში გადავწყვეტ. ალბათ რთული სამუშაო გაქვს. სტამბოლის მოხვეულ ქუჩებში გიწევს სიარული, ასეა? არ მკითხო ზია. ეს ტაქსი შენია? ჩემია ზია. 25 წელი. მეოთხედი საუკუნეა. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში თუ ვერ აპატია ადამიანს, ეს უკვე სისულელეა. ასე არ არის ძვირფასო. მაპატიეთ ვერ მიგიხდით. იმის თქმა მინდა რომ შეგიძლია გადასცე მათ. თუ კი ჩემი სული სჭირდებათ, ამით დავამთავროთ ყველაფერი. წაიღონ ჩემი სული. რაზე ლაპარაკობ, მოხუცო, ვის ელაპარაკები? თუ ამით უნდა დამთავრდეს ყველაფერი და დამთავრდეს. თანახმოვა. მაგრამ მანამდე თქვას, ხო, პირობა დადოს. ზია, მე მგონი ტაქსი შეგეშალა. ან მითხარი მისამართი და მიგიყვან. ძმობილო, ჯერ მიპასუხე, სადენები რატომ გადაჭერი? მანქანა შენი არ არის, ეს ცაცია მძღოლის ტაქსია. ნახე სად დგას საფერფლე. შენ კი მარჯვენად ატარებ მანქანას. ანდა ფოტო სარკეზე. ან დიდი ხანი არ გამოგიცვლი ეს ფოტო, ან შენ არ ხარ ამ ტაქსის მძღოლი. კარგად ხარ ზია? კი მეუბნებოდნენ შენზე. ცოტა უცნაურიაო. 25 წელი შემისრულდება? არა.